აფხაზეთი არის ჩემი დედულეთი. დედა ჩემი არის იქიდან, იყო იქიდან და ვარ დაგემოვნოთ ეს არის რაღაცა ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი. და მგონია რომ აი რაღაცა ბავშვობა წართმეული ბავშვები თუ არსებობენ ერთ-ერთი ალბათ მეც ვარ. იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიხარული აი რაც კი მახსენდება ბავშვობაში ეს იყო დაკავშირებული იქ წასვლასთან. ერთი იმიტომ რომ ამ დროს პირველად გავიგე თავისუფლების შეგრძნება რა იყო. იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი ალბათ 7 წლის როცა პირველად მარტო ვიმგზავრე მატარებლით. დედაჩემმა ჩამსვა, მიმამაგრა ეთყობა იმას გამცილებელს და იქ უნდა დამხვედროდნენ. სამწუხაროდ ვერ დარეკეს და ამიტომ არავინ არ დამხვდა. და პირველად 7 წლის ასაკში მახსოვს რომ ჩემით ფეხით მივედი სახლამდე და ნუ აი ვერც ხსნი ეს რა არის რა, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ რომ თქვა და დედულეთში ან დედასთან სახლში ჩავდიოდი, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობდით გორაზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ერქვა. და მახსოვს რომ აი ამ გორაზე როგორც კი შევდგებოდი, სანამ სახლში მივდიოდი, ყველა მეზობელთან შევდიოდი აბსოლუტურად და ეს იყო რაღაცა არ ვიცი იმათ უხაროდათ თუ ესე ცხოვრობდნენ დღემდე არ ვიცი, იმიტომ რომ ეგ ურთიერთობები საერთოდ არსად აღარ შემხვედრია მას მერე. აბუაჩემს და ბებიაჩემს ყავდათ 5 შვილი და მე-6 შვილი ყავდათ ესე აყვანილი. და მე მახსოვს რაღაცა ჰარმონიული წესრიგი ამ სახლში, რომელიც ჩემთვის აი ყველაზე რთული მისაღწევია დღევანდელ ცხოვრებაში. მე მახსოვს პირველი საათი, როცა ვალდებულები ვიყავით ყველანი, სადაც არ უნდა ყოფილიყავით, ვთქვათ მეზობელთან სათამაშოდ ვიყავით, მაგრამ მახსოვს რომ პირველი საათი ხო არ არის და გავრბოდი სახლში, იმიტომ რომ იშლებოდა ძალიან დიდი სუფრა და ყველანი ვინც იქ მაშინ თქვა ზაფხულის პერიოდში ვიყავით და ნუ ძალიან დიდი ხალხი, ბევრი ხალხი გამოდიოდა, ყველა ოჯახის წევრი თავისი რამოდენიმე შვილით. ყველანი ვისხედით ამ სუფრაზე, ეს იყო სავალდებულო და ისე გვიხაროდა ეს ერთად ყოფნა. მე სულ ფიქრობდი და ალბათ ეხლაც ის გამომყვა, რომ მინდოდა რომ მქონოდა რაღაცა სახლი, რომელშიც ამ ტრადიციას გავაგრძელებდი თუ დავამკვიდრებდი. აი ეს მახსოვს ძალიან კარგად და მახსოვს ეს რაღაცა სიხარული ერთად ყოფნის. მე მივხვდი რომ უყურებდი დედაჩემი თქვა დები და ძმები რანაირი ურთიერთობა ჰქონდათ და მე მყავს მხოლოდ ერთი და სულ ფიქრობდი რომ ალბათ მე რო გავიზრდები მეყოლება მინიმუმ 4 შვილი მაინც ჯერ 3-ზე ვარ მისული აი შეიძლება მე-4-ზეც თუ ღმერთმა ინება როგორც ესეც არის აი ამ აფხაზეთის გამოყოლილი და ნუ თუ შევძლებ რომ ჩემ შვილებს ვასწავლო იმ დონის სიყვარული, რა სიყვარულითაც თქვა ჩემ დედაჩემის და-ძმები ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ, ეს ნუ ჩემთვის იქნება ყველაზე დიდი მიღწევა. ძალიან დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა და ალბათ ისევე როგორც მე ძველი თაობა მით უმეტეს ხდება რა სისულელეში აღმოჩნდი. სამწუხაროდ ამას ვერ ხდება ახალი თაობა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან ის რა იყო. გამოსავალი არის ურთიერთობაში. მეტი არაფერში არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, სხვანაირად არ გამოვა. რაც არ უნდა მძიმე იყოს, რაც არ უნდა ჩვენ ვიყოთ დამნაშავეები, ისინი იყვნენ დამნაშავეები. თავარია ლაპარაკი უნდა და თუ დიალოგი არ დავიწყეთ, არაფერი არ გამოვა. უბრალოდ რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლები გვაქვს ალაპარაკო, მით უფრო დავშორდით ერთმანეთს, მით უფრო არ ვიცნობთ უკვე ერთმანეთს, ჩვენი შვილები არ იცნობენ ერთმანეთს, რაც ძალიან მტკივნეულია თავისთავად. ამიტომ რაც უფრო მალე დავიწყებთ ჩემის აზრით დიალოგს, რაც უფრო პირველად არ არის მე გადავდგავ მაგნაბის, მე ვიტყვი პირველად გამარჯვებას ამბოვდის, არც ეს არ არის ჩემის აზრით პრობლემა. თავარი არის რომ დავიწყოთ დიალოგი. ურთიერთ ცხოვრება არის დამოკიდებული ურთიერთ შეთანხმებაზე და ურთიერთ სურვილზე. სანამ არ აგვიდგება ჩვენც და მათაც სურვილი კვლავ ვიცხოვროთ ერთად, არ გამოვა არაფერი.